საქართველოს ბანკის ხელშეწყობით 18 ნოემბერს ალაზანი 1 გაიხსნა. 6 მეგავატიანი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჰიდროელექტროსადგური. რეაბილიტაციის პერიოდი 7 თვე. საქართველოს ბანკის რესურსმა ჯამურად 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ალაზანი უკვე გაშვებულია ოქტომბერში. რიგი პროექტები უკვე განხორციელდა, მათ შორის ალაზანხევის რეაბილიტაცია საქართველოს ბანკის აქტიური ჩართულობით. ეს რესურსი ახლობით ჯამურად ჩვენ ორი პროექტი განახორციელებთ ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციის საქართველოს ბანკთან, ეს არის 3 მილიონზე მეტი თანხა. პროექტის რეაბილიტაცია არსებული სადგურის რეაბილიტაცია დაიწყო მაისში. დასრულდა ოქტომბერში საკმაოდ წარმატებულად. ჩვენი სერიოზული მსხვილი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ენერგობაზრის გაჯერებაში, როგორც ზაფხულში ჰიდროენერგიის სახით, ასევე ზამთარში თბოენერგიის სახით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თუ ავიღებთ ჩვენ საშუალო სიმძლავრის სადგურებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თანამედროვე აღჭურვილი სადგური საქართველოში, საკმაოდ სტაბილური გამომუშავებით. კორპორაციაში გაერთიანებულია ორი მიმართულება: ელექტროენერგიის გენერაცია და ბუნებრივი გაზის ოპერაციები. დასაქმებული 800-მდე ადამიანი, მთლიანად ჰოლდინგში 3500 ოპერირებს 8 ჰიდროსადგური. ჩვენთვის ეს პროექტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ სხვა ანალოგიური სახის ჰიდროპროექტები საქართველოში. გამომდინარე ბიზნეს საქმეებიდან აუცილებელია პარტნიორი ბანკი, რომელიც ხელს გიწყობს, იდგას გვერდში და ახორციელებს მასთან ერთად პროექტებს. გარდა ამისა, ძალიან მოხარული ვარ საქართველოს ბანკის გუნდთან ურთიერთობით, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გამაჩნია მე ამ ბანკში. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის საქართველოს ბანკთან ჩემი კონტაქტები. მათ აქვთ რაღაც თავიანთი უნიკალური მეთოდი კლიენტთან მუშაობის. მომავალზე ორიენტირებულები და ისეთივე ინოვატიურები, როგორც არის ჩვენი კომპანია, ამიტომ ბევრი საერთო გვაქვს. ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.